დღეს ჩვენ ვიმოგზაურებთ ბათუმში მხოლოდ ერთი დღით. დავიყოფით 2 გუნდად. უგამდავასა 5000 ლარი უნდა დახარჯოთ. ხოლო ჩვენ ამ ერთი დღისთვის მხოლოდ 50 ლარი გვექნება. ძალიან ბევრი საინტერესო თავგადასავალი გადაგვდა თავს. საქართველოში ყველაზე ცუდი დასარჩენი ჰოსტელი. დაიხო არ არის. ყველაზე ძვირიანი გართობა, წარუმატებელი შოუ, ფუფუნების საგნები და სხვა. დანარჩენს ვიდეოში ნახავთ. და დაიწყო ჩვენი ვოიაჟი ნიკო. ჩვენ მივგზავნით ბათუმში და ავარჩიეთ ტრანსპორტი თვითმფრინავთან მიახლოებული არსება. და ეს თვითმფრინავი იმყოფება ნატახტარში, ამიტომ წავალთ ნატახტარში ტაქსით. ოღონდ რა თქმა უნდა ტაქსის ლაქშერი და ტესლას ტაქსი გამოვიდა. მაქსიმალურად ვეცდები თუ კომფორტულად ვიმგზავროთ. პირველ რიგში წამოდი 50 ლარი გამოვიტანოთ, ჯიბეში ფული გვედოს 2 კაპიკი. კოსტა მაგარი ამბავი მაქვს შენ მარკერი მაქვს წამოგებული სახლიდან და დავაწეროთ მივდივარ. ინკოც გეტყვით ვის არის ის? ეხლა შეგედით ამას. ეს დიგიდა ხარ? ოპა, შეიძლება გიტყვინოს. ოია და იყვის. ნახოთ რა თვითმფრინავი დაგვხდება აზრზე არ ვართ და იმედია თვითმფრინავის ძრავით ჩავალთ და არა გრავიტაციის მადლით. ავისხი ჩვენი ბარგი ბარხანა. ძალიან რთული იქნება მოკლედ ესე მხოლოდ გაჩერება მანქანის. ამიტომ მეგონი უნდა რაღაც ვიპოვოთ, კარდონისებრი. გარეთ შეიძლება იყაროს, იცი? წამო უკან ჩავ. მაგრამ ძალიან მაზუთიანია. არა, მაზუთი წამო, მაგრამ აი ნაგავში ყრია და გინდა? აუა. ეს არის 50 ლარიანი წვორი. რა პრობლემა? მოიცა. ერთი იდეა მაქვს ძალიან კაი. მოხელა თუკა. იმის გამო რომ უცებ გაგუჩერო, უნდა დავახატო ჰანგრიმენის ლოგო რა. თუმცა შენი მხატვრობა ცნობილია ეს საფეხბურთო. მხატვრობა ძალიან ცუდია. ოპჭრა ხელა, ეს ალკე ისაა უკვე შეჩემა სათრევი, მაგრამ იკეცება ხო? რაღაც მაშინებს ეს ადგილი. დიახ. პასპორტ კონტროლი ამ ფიცრის იქით გავიარეთ, ხოლო ფრენა 1 საათში დაიწყება. მანამდე კი სასადილოში პილოტის კვების ცქერით დავტკბებით. 50-50-ზე ჩასulis ალბათ ვარ. მე გთხოვ რა. ვარ მithოვი არაფერი აქამდე. ვიყურებთ, თქო, ეს ძალიან კარგია. გვაგჩნევენ, თუმცა ერთი პრობლემაა, წვიმას ვიწყებ. არა უშო. თქო, აქეთ ხوار დადგები. არა. შენ აიწე, ესე აიწე ხელი თქო რა. ბათუმში მივდივართ, მეგობარ და ხაშური წავიდე. იმუშავა ჰანგრიმენმა? აუ, შენ გენაცვალე რა. ლოგო მიმუშავა დარწმუნებული. მე ამ კაცის მაინც ჯერა, რომ ვინც არ უნდა ყოფილიყო, მაინც გავუჩერებ. ეკო ძალიან დიდი მადლობა. რავი, 3 წუთი არ დაგჭირვებია ხაშურამდე, აი ძალიან ბევრი მანქანა შეგხვდება. ეკო ერთადერთი რაც ეხა მე შემიძლია პატივი გცე, არის გემოს მიწის თხილი. ეს სპონსორისგან არის და ფული მე არ მაქვს დახარჯული. თქო, მაშინებლობა კარგია, მაგრამ ეს რო გამასილითი შეიძლება რა. შეგვიძლია? ეხა ეს რას გაგაცნო? ძალიან თხილზე არ მოგვედავები. ნუ გაღუნე, ეხა დავასკანერებ ამას. პირველი მანძილი დაიფარა. ჯეკო, უგუნოს მადლობა, ჩემო ძმაო, ბედნიერი ყოფილიყავი. ურავთ ეხა მოკლედ. ესა ხო? Private jet-ია რა გინდა ხოშიანი. Good afternoon, ladies and gentlemen. My name is Daniel, and together with Captain Peter, we welcome you on board Flight 0202 to Batumi. Our flight will take approximately 1 hour. Pilotთან ეს ახლა თუ საუბრობ. აქ რომ თოლია შევარდეს რა ხდება მაინტერესებს. ასვლა კარგია. ნახოთ როგორ სვავენ ამ თვითმფრინავებს. რამდენად კარაქივით იქნება თუ ჩახოხბილივით დასმული, ნახოთ. შვენიერი კარაქი, შატილის კარაქი, შვეოლები. Welcome to Batumi, please remain seated. Hello. ძლივს გამოძრა კაცი. Thank you. რა გინდა? მაგარი იყო, 1000 სავარ, ძალიან კომფორტულად ვიქცავ. სათვალე დავკარგე, მაგრამ არა უშავს. ბათუმში უჩვეულოდ მზიანი ამინდი დაგვხვდა. შესაბამისად, სათვალის გარეშე ჩვენი აქ ყოფნა დაღუპვაა. ამიტომ გავაჩერეთ ტაქსი და სათვალის საყიდლად მოლისკენ გავეშურეთ.
ნაზუქების სამშობლოში ჩამოვედით, წამი არ დაგვიკარგავს, ბანერი გაშლილია, შესაბამისად ველოდებით შემდეგ მანქანას. აი ეს არის ძმო, შემართება. მუშაობა. წაგვიყვანენ, როგორ ფიქრობ? ის მიერი გამოიგის და გზაში უმღერებთ მეტი რა ვქნათ ეს. სადმე? აუ, მე მგონი სერიოზულად. მანქანაშიც გაგვიმართლა. გამარჯობა. სადმე თუ დაგვტოვეთ ბათუმის გზაზე? ინაცვა. აეროპორტამდე წადი. ბაზარი არა, გაიხარ. ესეც ესე. ქუთაისის აეროპორტამდე გადავდგით ერთი ნაბიჯი კიდევ. აბა ბედნიერად და წარმატებებს გისურვებთ ცხოვრებაში. ახალ ადამიანებს რო ვიცნობ ძალიან სასიამოვნოა. საკმაოდ დიდი ხანია საქართველოში არ ცხოვრობს და ესა ჩვენი არ ვიცი უბრალოდ მანქანა საერთოდ თუ გამოვიდა. სადღაც დავდგეგეთ არის. და გავიდა გარეტარის გან, ვცნობ რომ რაღაც საოცარი ადამიანი. მართლა არაკაცი ვიყავ ეს შესულამდე და აი პიროვნება გამოვედი. ვაფშე სხვა. 550 და 550. 1100 ლარი გაგუძურა თავიდანვე დასაწყისში, მაგრამ მე მგონია რომ ერთ დღეში ყველაფერზე გვიყოფა ეს რა თანხა. თქმა უნდა, ჩემო გოგო. აი ამ მანქანას შეხედეთ, აი ამას ვაჩერებთ. კოსტა. არა ძმო, ხედა. ყველა ჯეკო ვერ იქნება. ნახე რა ბანერი გო. აი ამაზე არ გაჩერება შეიძლება? ბიჭო, უკვე ძალიან დიდხანს გავარ, ხარი აღარ ამარ. მე მგონი მოვიდა. ბიჭო, რანელა დადი? ჩვენია თოკა. ბათუმი აჩვენი. ჩვენია თოკა. ბათუმში ძალიან ბევრი კარგი და ძვირადღირებული სასტუმროა. ჩვენ აი ესე რატომღაც შევარჩიეთ სასტუმრო რადისონი. ახლა ნახავთ ჩვენს ნომერს. კუთხეში რო არის ნომრები, ყოველთვის საუკეთესოა სხვათა 800 ყველა 801 რაშიც ყოფილი ვარ, უფრო მართლა ტოპ ნომერი იყო. კარგი დავაგეკუნა, მაინც ვინმე ხوارა დარჩენილი. აუ რა ხდება, აქ გუგასთან ერთად რა მინდა. გონი მომიტანა. გადასარევია. შვენიერი თან თუ იმბედიც რო არის და არ მომიწევს ამ მამაკაცთან ჩაკოტრიალება, ეგეც ძალიან გამიხარდა და საერთოდ ყველაფერი იდეალურია. რაც რადისონში მოვედით, იმის მერე ყურადღებას ვგრძნობთ და აი ეს ბარათი დაგვახვედრეს და თავის აი ესეთი რაღაცა ხილის ასორტიმენტი ჩამპასკი ხო? წინანდალი ისთეით, გუგი. მადლობა ძალიან დიდი. აქაურ სტაფს ძალიან თბილად დაგვხვდნენ მართლა. არანაირი გაფრთხილება, არაფერი. ამ სასტუმროში გადავიხადეთ 883 ლარი. მე ბათუმს თან მზიან ამის ვერ წარმოვიდგენ იახტის garaში ჩემო გუგა. კაიზინიჩი იახტას არაფერი ჯობია. აქ ძალიან გაჭირდება, იმიტომ რომ იქ თუ მოედინებოდა მანქანების ნაკადი, აქ მოდის ერთი. თოკა 40 გრადუსის სიცხეა, ეგეც აღნიშნოთ და აი ამ ბანზე დგომა არის საშინელება. იგლიასაც თუ შეხედავთ, ალბათ შეამჩევთო ძალიან დავისიცხე. ეს შეიძლება წაიღოს ხო? მაგარი საშიში. აქ უკვე სიტუაცია ძალიან დამძიმდა, რადგან 1 საათი ვიდექით შუაგულ მზეზე და მანქანას არავინ არ გვიჩერებდა. როგორ ახარ ნიკი? როგორ უნდა ვიყო გუგა? მე ვარ გადასარევად. ბიჭები ეხლა ზღვაზე არიან სავარაუდოდ და ჭკუმპალაობენ. ჩვენ იახტით შემოსისინდით და დავათვალიერეთ, წვანე კონცხისკენ წავიდეთ თუ ბათუმის ხედებისკენ. შეგვიძლია ჯერ ბათუმის ხედები ვნახოთ, მერე მწვანე კონცხი, იმიტომ რომ რაღაც იტალიურ ვაიბს ქნის ეს ყველაფერი. გამარჯობათ, გაგვიჩერეთ რა ძალიან გთხოვთ. ვაიმე! ვაიმე! იმედი არ გავფუშთ არაფერი. გამარჯობა. ეს გვეყოფა. ჩვენ ისეთ ადგილზე ჩამოვართ, ხო, რომ ბათუმში აგრძელებდეს გზა. 40-50 წუთის ლოდინის შემდეგ გადაგვარჩინა მთა კარამზისგან და თქვენი სახელი? კახა, ძალიან სასიამოვნოა, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. აუ, არა, შეწუხდეთ, კონდეს რა. თოკა დაგტოვებ ხო იმედია? ზუსტად ნახევარს ვაო.
უღრმესი მადლობა ჩემოძმა. იცოცხლე და იდრეგზელე. ჩისტა ენაცო ზვაგაჩო. არა ძმაო მივხვდით. ფულს გვაძლევდა, ეხლა სულ კამერა ვერ გვაქვს ჩართული და 30-50 ლარი ახა ჩემგანო ძმაო რა. არა როგორ გეკადრება ჩვენ დავიწყე და არა ძმაო ჩისტაც მაგაცურად თო რამე ხო არ გაიგე შენ მომისმინე ზუსტად თქვა რა. ფილისურად რა ჯიგრო გაიხარეთ ძმებს გაიხარეთ ძმებო გაიხარეთ მოკლედ რა თო კარაპატიში ხარ ჩემო კარგო რა გვაქვს ადგილები? გამარჯობა ბავშვმა გიცნა. ბავშვები არიან ჩვენი ხსნა. ბავშვმა გიცნო სახელი? საბა. ჯიგარი ხარ საბა, აბა რა. 800 ლარი დაძდება ეს იახტა მოკლედ ეს სიამოვნება. ჩვენი მიზანია გავხარჯოთ, ანუ გახარჯვაზე ვართ ჩვენ და ისინი არ ვიცი რა შოვნაზე არის. შოვნაზე უნდა იყვნენ. აუ რა შეფშე. ჩვენს საჭეს ოლეგი მართავს სხვათა შორის გაიცანით მეგობრებო. აბარი საფრთხე არ არის რა, ესე უსაფრთხოდ მე იახტით არ ვიზამდი. ახლა ჩვენ ვარ ჩვენს ჰოსტელთან, ეს არის. არ გადმოვარდეთ. ვაიმე, რამდენი ხარ? შუაც არ გინდათ გადავიღო? გუგა სადა? გუგა და ნიკა არის სხვათა. აბა კარგად. რა ბედნიერ ნოწე ჩამოვედით და წავედით, შევდივართ. ვაიმე. კატასტროფა, მაგრამ ნუ იმჩნე. ძალიან ცუდად. საით არის? აუ, რა ხდება? აი ვიცით. აკეთ, დესაით? რომელია ჩვენი? მეგონი გავედით ჯობი ეს არის ასა ჩვენ ბევრად გაიბონჩი ვიყავით კეფიცებით წამბრო რამე წესის სასტუმროს ფული შევაგროვოთ. მივიღიროთ რაღაცა. რამეთ მოვიმღერო არაფერი არ მაქვს. მახაზის უთხოვოთ. ეს? დარი ხო არ არის. წავედით. რიჩევნია ბულვარზე. წამოვწე, საფხულია, გარე დავიძინო, ვედრე აგ. არა, გამორიცხე. ცოტა სიღრმეში შევალთ უფრო და გადავხვდეთ. გავგრილდეთ ამ სიცხეში. უნდა გამოვიცვალოთ ეგ პლავკები. პლავკები თუ შენ ესე გადმოხდა. არა პლავკი თუგი. შენ ესე ხოლმე გადმოხდა. არა პლავკი თუგა. გამიჯერი კონტენტი თუ გინდა უნდა გადახტე ამით. მაშინ გავეხადოთ. ჰა? და დავით ბლარით გადახტე ეს? და პლარით გადავხე. გინდა? არა. ამდენი ნამგზავრები, პირველი სადაც მივდივართ, ახლა არის ზღვა. უნდა გავიგრილოთ მოქვენები მინიმუმ. უნდა ჩავსვენდეთ, ხო? იგზნობა. ანუ აი ამ ქვაზე როგორ დავწეთ თოკო? ამიხსენდი. ბიჭო, სერფინგი თქვა გაგოსეინა რა. მოდი, უპარ. Yes! გამოვიცვლი და მოვა. ვერ შევეტევ. აუ და. ისე გავსუქთი. მიიღებ თუ რაშვები? ბიჭო, ნუ იღებ. კიდენ დაგვიძახეს რომ ამო უფასოდ გაკატავებთო, ხო? კარგად, ხო? რა. რა არის, არც ვიცი, ნავივით არის? არა, ძალიან გაგისტოდება. 0 ლარი მაქვს ისედაც ბიუჯეტი. სხვანაირად ვერც ვიქირავებ. ბათუმი და ესეთი ხალხი მოდი. აი ეს არის რა. ამოვედით მეორე სართულზე. ამის შემდეგ ვაპირებთ მესამე სართულს, მაგრამ მოდი ჯერ მეორე სართული დავათვალიერებთ. აქ არის ესეთი მოსასხდომი ლამაზი კოხტა. ჩახტა მეგობრებო. დამიცადეთ თო. ცივია. თოკო გამარჯობა ძმა. ეგონა ხო? ანუ რა ეგონათო? ვირთხებში ეგონათ ხო რომ ვიქნებოდით ეხლა და ამას ამაყირავებს მე შენთან მოვა და ვრუნდები პიპირითი ერთობა წადი აგე. ნახე ხარშში. პეტლიჩკა მეკეთია ბიჭო, ხარში არ წამიყვანო თო. პეტელი, ქართულად ისაუბრე. ვინ უფრო დიდხანს დადგება და წამზომი ჩავართვეინოს. ანუ დადგომადია. შეტი. Yes! აიმე. უჩივა. თქო ისე სექსუალურად არის განთხმული პოსეიდონი. ჩემი პოსეიდონი ვინ არის? ვინ არის ეს პოსეიდონი? აი
ყოფილია. დამელოდ შენთან მოხდება. მოდი ძიმა, მოდი. ისაც ეგონა რომ ხევზე ვიწებოდით. ძალიან ხდება. რა დააკოტებოდა ეხა ჩვენ აქ ყოფნას, ხო? ეგრე რო ხსნარი უდიდესი შეცდომა. აგრიმენი ჩიფსი ხო ეს? აი აქედან ესე ძალიან ადვილი საჭმელია. აი იმიტომ რომ ეს აღარ გიწევს ხო გავით. სხვათა შორის ამ ყმაწვილმა გააკეთა თავისი YouTube არხი. ყოველ დღე იქნება სტრიმი ძმებო, მაგრამ სტრიმის გარდა იქნება ფანტასტიკური ვიდეოები, ასე რომ დაასაფრაებით. თუ კი ხართ სკოლის მოსწავლეები, გადმოიწერეთ School-Up-ის აპლიკაცია. ხო გაქვს School-Up-ი? გაუგზავნე შენს მეგობარს მოწვევის კოდი, დარეგისტრირდი და მიიღე 5 ლარი შენს და შენს ანგარიშზე. ასევე შეგიძლიათ 10 მოსწავლე მოიწვიოთ და ორივე მიიღოთ 50 ლარი. ფაქტობრივად 100 ლარს გიყურებთ ეხლა და. რას მიყურებთ? დროზე შეუდექით საქმეს. შენ რაღაც მიყურებ, გადმოიწერე სანამ. წყალმა იცის კიდე უფრო მეტად მოშიება. დაღვა. საცხობი ყრელი ხაჭაპურში. ყველი ხაჭაპურში საინტერესო სახელი აქვს. პირველად ხარჯავს თანხას. გამარჯობა. ერთი ხადა მოგვეც, ხენოვანი გვეზელი ერთი და წყალი ორი. აქ შეიძლება და თქვენი წყალი ყოფილიყო, რომელსაც გაუმართლებდა ეგ მოხდებოდა რა. აი ეს ძალიან დიდი ხანი არ მიჭამია. ლარი და 80 ხის. ჩემი საკმაოდ კარგად გამოიყურება. შაქარი არ მინდა რა. ახლა ჩვენ ჭავთ იმისთვის, რომ უბრალოდ გადაადგილება შევძლოთ. სავარაუდოდ ბიჭები ამისთვის არ ჭამენ. ჭამენ იმისთვის, რომ სიამოვნება მიიღონ. მეგობრებო, გამოიწერეთ ჩვენი არხი 400.000 ძალიან მალე უნდა ავიდეთ რა. და მე დავიძრათ 500.000-ისკენ. 9 მილიონ გამომწერზე გვინდა რომ ავიდეთ. აბა რას იძინებთ? ამასობაში ჩამოგვისაღამოვდა და ჩვენი გეგმები რომ მოვასწროთ დროას სანაპიროსკენ დროულად გედვიწიოთ. შესაბამისად, საჭე ჩემ თავზე ავიღე. ამიტომ ეს ფული შევაგროვოთ. მიღებთან რაღაცა. ამით მოვიღე ყველაფერი. ეს იდეა ერთი შეხედვით ძალიან კარგად ჟღერდა, მაგრამ არანაირი ინსტრუმენტი არ ქონდა. ამიტომ დასახმარებლად ზიპერას მიმართეთ, რაზეც უპრობლემოდ დაგვთავდა, მაგრამ თავად ვერ ახერხებდა მოსვლას. ამიტომ გითხრა, რომ ზიპლაინში დაგვახვედრებდა ყველაფერს. გამარჯობა. როგორ ახართ? ჩვენ გიტარა და სტადიო და რაღაცები აქ არის. კი, აქ არის. ყველაზე მეტად მიხარი. მაგრამ მოუწესრიგდეთ და გიტარასაც გაგარანთ. შეგჭი? კაპიკი არ გვაქვს, ხო იცი? ნული ვარ. ეგეც არა. დაპატიჟებული ვარ. ეს ზიპერა მაკურთხა ეს წყალი? შევცოდოთ ჩამოგრეცხავს მეტი გაგინდა. ბიჭი ხარ ცოტა? ძალიან სიმპათია გახ. ო, პალა, ოლალა. ეს ანგემენი სტიკერი რომ მიუყრიათ. დაუბრუნდით სანაპიროზე. ცოტა მოთენთილები, ცოტა მშივრები, ეხა ვხედავთ კვებით ორგანიზაციას. აბარა. ზღვიდან ისევ სასტუმროში დაუბრუნდით. ოხ, ბოჟი შკოლა. აუ, რა ბიჭი ხარ? შემოგევლებული. მზად ხარ? რასაკეთებ? რაში არჩიე დღევანდელი საღამოსი? off-white-ის ფეხუ. ასევე ზედა off-white და შარვალი ზენია. ზენია შენ რო კტენია ეგ არის ხო? ხოლო მე რა თქმა უნდა ჩემს დოლჩე და გაბანას ვერ მეტყოდი უარს დღევანდელი საღამოსი. წარმადობაზე აი აქაც დავადასტურე ტიროს პერინგი და ხორცის შარვალი. ხორცის სერი შარვალი. ხორცის ნაცრისფერი შარვალი. მე და კოსტას უნდა გვემღერა, მაგრამ პროცესში შეგვხვდა ძალიან მაგარი ხალხი, რომელსაც ჰქონდა დრამები და სხვადასხვა აპარატურები და გავძლიერდები და ერთად შევეცდებით რომ უფრო მეტი თანხა შევაგროვოთ. დღეს ჩვენ ვაგროვებთ თანხას ქველმოქმედებისთვის.
ვაგროვებ თანხას ქველმოქმედებისთვის. ამის ფონზე რა ვიმღე რომ მე არ ვიცი. დინამო ვიბრძოლოთ ვიფრინოთ ბიჭებო გამარჯვება ბიჭებო ესე იგი მოვედით რესტორან პანორამაში, სადაც არაჩვეულებრივი გარემო დაგვხვდა. რამდენის ფარგლებში ვჭამოთ? 500-დან 1000 ლარამდე ბიუჯეტი ავიღოთ. აი 500-დან 700-მდე. გამარჯობა. ეს სტარტერით რომ დავიწყოთ ხიზილალას, სადაც დავინახავ, იქვე გემძრევა. რა ლაპარაკია ბატონო. გემძრევა ახლა. კი ბატონო. ზოგადად კერდი ძალიან მიყვარს და მით უმეტეს იხვის რა. და იხვის კერდი შეგვიძლია შევუკვეთოთ პორტოფოლით. ეს ჩვენ უნდა შევაგროვოთ 20 ლარი, იმიტომ რომ ძალიან გჭირდება ძალიან, მაგრამ კაპიტი არ არის, იმიტომ რომ ხალხი არ არის და ვერავინ გააგდო ლარიც. ვინ იქნება ის პირველი კაცი? რათი ჩააგდე და გამახარე! მე მგონი ფული კი არა, ჯერ თვითონ უშუალოდ გუმანები უნდა შევაგროვოთ. ოი, ეს არის მეც ხო წამის. რა თქმა უნდა, წამისე რა და მეც ერთს ჩავაგზავნე. მე მედიუმი შევუკვეთე სტეიკი და იხვის მკერდიც რომ მედიუმი მოვიდა ნიკა. რა ნიშანდობრივია რა. ნირთ. არ დაყარო გუგა, 30 ლარი დოს მაგას. ვერ არის, ხომ მაგას ხიზალა. მართლა ეტყობა რომ ადგილზე მოკრეფილი თევზი არის რა. ვიზუალურად ლამაზია საკმაოდ. უბრალოდ ჩემთვის ფასი ძვირია. თვითონ პორცია ჩემთვის ცოტა პატარაა. დანარჩენი გემრიელია უზომოდ. ჩვენ ხო შინაურები ვართ ასკი. გამოვილოჭე. გამოირეცხა. ძალიან კაი დამუშავებული. ჩვენ კერდი ზოგადად ეგეთი ნაწილია აუ, დამუშავებული, ანამუშევარი. ფილისებრია. გემრიელია. ძალიან გემრიელია. ერთი წამი, ეგ მე უნდა ვქნა. ხო, ხო. მინდა რომ წერსასრუთი გამეკეთებინა. რატო არ გენდობებოდა? აპიკი ვერ გავიმუშავეთ. გეგმა ასეთია. წავალთ ტირში უნდა მოვიგოთ ყველა ვარიანტში სათამაშო. მაგრამ ძალიან დიდი რისკია თქო რა. ხო, იმიტომ რომ ხარჯი გვაქვს. როგორ მოვიგოთ? მაგაში ესაკ. მე ვერ ავიღებ ამას თქო ჩემ თავზე. მე მგონი ისევ ჯობია სნაიპერას ვაცადო და თქო. რა ღირს ერთის და? ისე ძალიან დიდი რისკია. 10 ლარი ყველა ვარიანტში ხარჯია. 10 ლარი რა უნდა ეხა ეთოს დავაცილებ. უეჭველი წავაგებთ. ბატონო, ის რამდენზეა? ის მე რამდენი წუთი უნდა გავარტყათ იმას? 5? ზევით 10-დან 9 მაინც. რემბო! 5 და 5. მეგონი ვიგებ სათამაშო. 6-დან 6. ნადი რომ შესაძლოა თუ რა ირმებზე შველებზე? 7-დან 7. ეხა რომც გამაზო შეჩემო მოგებული გვაქვს ის ხო ის პატარა? ჩაიბარე რა. სათამაშო თუ შეიძლება. რომელია პოპულარული, აი რო არ ტყავენ, რომელი უყვართ და ხოლმე? მე მგონი ყველაზე დიდი რომელიც არის ეს შევარჩი. რომელი? პოლიციელი ძაღლი რა. აგასავებთ. უგროსი მადლობა. შემდგომში უნდა გავყიდოთ 16 ლარში ხო? ბიჭო 16-ში კი უნდა გაიყიდოს ეს. ღმერთო, ეს არის ჩემი ტოპ კერძი. ამაზე მეტად არაფერი არ მიყვარს. მადლობა. ერთი წამი. ბიჭო, რატო იცი ეს? გავაკეთო ეს. ეს ვიდა. კრევეტები ნიუ-იორკში არის 60-ზე მეტად არაფერი არ მიყვარს. მოდი ვნახოთ რამდენად მედიუმი არის ჩვენი სტეიკი რომელიც შევუკვეთით. აუ. რიბაი არის სტანდარტული სტეიკი რომელიც ყველაზე ხშირად ხდება მენიუებში ხო ნიკა და ყველაზე ხშირად ვაგებონი. არ ველოდი სხვათა შორის ჯონჯოლი მოყოლა დახვეწილ ფენსი რესტორანს. რა უნდა ვთქვა? კარამელიზირებული. სოუსი დამაკლდა, ხა რასაც უყურებ მე პირადად. შენი არ ვიცი. ჩვენ იმდენად გვიყვარს ეს წვენი, სოკი რაღაცა.
აი ეს ამოსაწობი რაღაცეები, რომ ტრიუფელის соуსი რაღაცა მოუხდებოდა აქაურობას. ჯონჯოლი ძალიან კარგია, უბრალოდ соуსი არ არის. და соуსი მაკლია. თავად ხორცსაც შეეხება, არის საკმაოდ გემრიელი. შენ გითხარი თეთრი ღვინო რატომ გადაწყვეტე? ეხლა მე რო წითელი ღვინო დამელია, ჩემი წნევები კი იცი შენ, ხო? კიგიო. ამ ჭექით ჩვენს გამომწერებს გაუმარჯოს ჩემო გუგა. ჩვენს უსაყვარლეს გამომწერებს, რომლებიც გამომწერები გენაცვალე. გვიხარებენ გულს და სულს. 16 ლარი და 65 თეთრი ვის მივყიდოთ? ისე ვარ დამწვარი, მე ვინ გამიჩერდება და თუ გამიხედე და ძალიან. აი აქვე ტირთანვე, გამარჯობა რა, არ გინდა გადაგება. არა, მაშინ წინ. გამარჯობა. ერთი ძალიან მაგარი შემოთავაზება მაქვს. 16 და 65-ში ვყიდით აი ამ იმას რა და აი ნახე ძალიან ხარისხიანია და რავი. ცოტა ძვირია რა ვიცი მაგის ფასი. ხო, მაგრამ ეს ცოცხლდებათო. აი გოგოს რო აჩქო. ეგრევე შენია, ხო? ეგრევე შენი გახდება. ნებისმიერ გოგო შენია შათვალეს, ხო? ერთად შეკრიბეთ 8 ლარი და გადმოვირიცხოთ. ქეში არ გაქვს? არა, ქეში და გადმოვირიცხოთ 20 წუთს და ქეშად 16 და 65. აი დაფიქრდით ახლა ბიჭებო. თქვენ ხო არ აიღებთ 17 ლარში არ უნდათ? იყიდი? იყიდი? ბიჭო ეს ცოცხლდება. ხო, მე ვიყიდი მე, კაცო. და შე იმის გაყიდულობდა, ნახე უკვე. ეს ხურდო. ოდიში ბიჭებო რა, თქვენ არის ხდიდით მოუდა. ეს სათამაშო შენია და ანგრიმენის არხი თუ გამოწერილი. ისე არ ეყიდი ამ სისულელეს, ხო? ჩვენ დღეს ქუჩაში არ ვჩებით, ჩვენ დღეს ქუჩაში არ ვჩებით, ჩვენ დღეს ქუჩაში არ ვჩებით. ჩვენ დავიძინებთ. Yes! ფასო წყალზე კაი. რამდენი ხანია ეს წყალი არ ფასო წყალზე დაგიდება? კაი არა, ფერი არა. მოკლედ რატი, ცოტა ხანში მოვაცინოთ, ცოტა უნდა დავისვენოთ და ამით დღეს დავასრულებთ. წავედით. ქაბაბ შოუს ყილოდებით. კი ბატონო. სევოლის სულგონი კი ბატონო, რო არ და გეტყვათ. ეს ჩადნება ეხა ამ ქაბაბს. ყველა კარგია. და ეს ცეცხლი თავად ქაბაბზე თუ გადადის. თბება ხო ქაბაბი? ფათაშორს მე არ ვაპირებდი ქაბაბის ჭამას, მაგრამ აი ისეთი შეუვარო, ეხა მე ამაზე უარს ვერ ვიტყამ ქაბაბს. საერთოდ სხვა კონცეფცია იმედა. ქაბაბზე პირველად ვნახე ეს პერფორმანსი. იმათ ხალხი დააგემონაჩი. ქათმისა ხორც. შოუ უფრო ესე უგეთესი ვიდრე თავად პროდუქტი. ვაში დაგეთახმა. ძა ხორცმა იმას ქნება დააგდო ეგ თამასა თუ რა. შენ ისეთი ხორცი გაქვს ნაჭამი გუგა? ქათმისა. აი გარი რა. მოვედით სახში ჩვენი 50 ლარი რომელიც გქონდა ზუსტად. ხოლო თამაში დაგჭირდა. აბა მოდი. მაგრად გავხსნა. აუ პირველში. მოგინდა შენიერი ოთახია 50 ლარი. ბიჭო რა კაია? აუ ერთი საწოლია რა. ძალიან კაია რა. 50 ლარი იდეალურიც კი არის მინდა გითხრა. აი მე აბა კარგად იყავით მე დავიღალე აბა გოლი წყნარი გოლი კიდევ გოლი მამარდა ბიჭა წყალი და პანორამას დესერტი მოდის. რომელია აბა? აუ რა ხილა რა ხდება. ბიჭო რა გინ წაია სახში შეახვიეთ რა ისე მოლი. მართლა აი აკურატ. რა შედის რო გითხრა? მიწა და წყალი რა უნდა შედიოდეს ისე. მანახება. აი მიწა წყალი. მართლა თუ მიწა წყალს მაგზე არის. საქართველოს გაუმარ ჯოს. ჰიმნი თავდამოუნდა. ჩემი ხატია სამშობლო სახატი მთელი ქვეყანა განათებული მთავარი წინააღარია ღმერთთანა. როგორ? წილნაღარია ღმერთთანა. გააღები. იდება თავისუფლებას იდება. გაიღები. გამზავია. ეგრაც არის აბა, მე მიყვარს ჟავი. ზოგადად დესერტები არ მიყვარს. ნიკა, რო არ მოგატყო. მაგრამ აი ამას რაში და ეს არის ჩვეულებრივი ბელას ტორტის ნამსხვრევი. თითას სპეცა ვარ. თუ რამით განსხვავებული ვარ. ჩემი გემრიელი. ანგარიში მოგვიტანეთ, თუ შეიძლება. ჩემი აზრით არის 580. 580. 471 ლარის არის. არა. კაპიკები. გარემოს თუ შევაფასებთ და კერძების და სასმელების დონეს highly recommended როგორც იტყვიან რეკომენდაცია ჩემგან რა. იმედია ბიჭები, ესე თუ არა სულ მცირე ხაჭაპურს მაინც მიირთმევენ და მშივრები არ არიან.
რაღაც. მე მგონი ყველაფერი მოვილიეთ. კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღით ბათუმშიო გადაწყდა ვიდეო და ჩვენი სიღარიბე რო იყო გადაწყვეტილი. ერთადერთი ის მიხაროდა რომ რატის ბარში მივიდიოდი, აი უფასოდ. ერთი 5 საათი უნდა ვიწეყო. მთელი დღის ღვარძლი უნდა ამოვიღოთ ამ ცეკვებში. ყველაზე ტკბილი ლოკაცია. განწვითვის. ეს არის სასტუმროს ქსელის და კაზინოს ეკლიფსის ღამის კლუბი მუნი. ამო შევიდეთ. აბა რაკენით. გვეზიზღები. გუგა, ეხლა რასაც უყურებ ბიჭები, უკეთესად გამოიყურებიან, ვიდრე წასვლამდე. კი, აი კოსტას ზაგარიც აქვს. დამწვარი ვარ შუა დღის ძეზე. ერთი ვიდეოსთვის როგორც ქართველები იტყვენ თავტკი მოვიტანით და ესეთი ვიდეო შევქმენით და ძალიან მადლობლები ვიქებით თუ გამოიწერთ ჩვენს არხს და ზარიზღილაკცას გააქტივოთ. აბა კარგად იყავით, გამოიწერეთ ჩვენი არხი. კოცნით, აბა